უკრაინაში ქმნის გარკვეულ გეგმას, რომელიც მიზანმიმართულია საქართველოში ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის. ჩვენი კვლევების თანახმად, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციამ გამოიკვლია, დადგინდა, რომ ერთ-ერთი ამ გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის ორგანიზაცია ინოვაციებისა და განვითარების ფონდი, რომელიც ახორციელებს პროექტ სახელმწიფო 3.0 და მას უკან რეალურად დგას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მისი დამფუძნებელი არის გიორგი ვაშაძე, ხოლო მისი დირექტორი, ანუ ორგანიზაციის დირექტორი გახლავთ მისი მეუღლე ქეთევან სიჭინავა და ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ასახულია ანუ ორგანიზაციის დირექტორობა და ორგანიზაციის დამფუძნებლობა. ასევე აღნიშნული ორგანიზაციის სახელით ფაქტიურად ეს ორგანიზაცია 12 თვითმმართველ ქალაქში ახალგაზრდებთან მართავენ ინტენსიურ შეხვედრებს. ამ შეხვედრების ძირითადი მიზანია თვითმმართველობის პროცესში ჩართულობა, თუმცა რეალურად ამ ყველაფერის უკან დგას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ისინი უკითხავენ ლექციებს ახალგაზრდებს იმის შესახებ, თუ როგორ ინგრევა საქართველო, რამდენად ცუდია მთავრობა. ფაქტიურად ისინი აღვივებენ ნიჰილიზმს ახალგაზრდებში და ისინი ამხედრებენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ახალგაზრდების ჩართულობისთვის. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ადამიანები, რომლებიც ამ ორგანიზაციაში მონაწილეობენ და მე მინდა მათი სახელი და გვარები დავასახელო. ეს არის ფაქტიურად გიორგი ვაშაძე, დათა კიზირია, პაატა მანჯგალაძე, ლანა ღვინჯილია, გაგა გრუჩხაძე, ლევან ხაბეიშვილი, თორნიკე ბიკაშვილი, თეუნა ჭალიძე, ანა კობახიძე, ნათია ქოქოსაძე, ლევან ახობაძე, სალომე ჩაგელიშვილი, გიორგი ბიჩინაშვილი, გიორგი ხაჟალაია, ნიკა ჩარკვიანი, ლევან ჭედლიძე, თამთა შამათავა, ანდრო კიკნაძე, გიორგი შერვაშიძე, ოთო ბიტაშვილი, გივი კუბლაშვილი, ლალი კალანდაძე, გიორგი კოპალეიშვილი და თიკო ხუხიაშვილი. ეს ადამიანები არიან ის პიროვნებები, რომლებიც ეხმარებიან ფაქტიურად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, კერძოდ ინოვაციებისა და განვითარების ფონდს იმაში, რომ ჩაატარონ ლექციები და ახალგაზრდები ფაქტიურად დაატრენინგონ იმაში, თუ როგორ ინგრევა სახელმწიფო, როგორ ჩერდება აბსოლუტურად ყველაფერი და ჩემთვის და ასევე ანუ საზოგადოებისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა და ძალიან ლოგიკურია მათი დონორები, საიდანაც ეს ორგანიზაცია ფინანსდებოდა. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საგანგაშო სიტუაცია. მე მინდა ასევე ეს არის ძალიან საჯარო ინფორმაცია. შეგიძლიათ ამ ყოველივეს გაეცნოთ. მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, თუ საიდან ფინანსდება ინოვაციებისა და განვითარების ფონდი. ეს არის უკრაინის იუსტიციის სამინისტრო, უკრაინის სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახური, უკრაინის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, უკრაინის ვიცე-პრემიერი რეგიონალური განვითარების მიმართულებით და მისი აპარატი, ლვოვის მერია, ლვოვის გუბერნიის ადმინისტრაცია, უკრაინის სავაჭრო სამრეწველო პალატა, ასევე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები შემდეგ ინსტიტუტებთან, კიევის მერია, კიევის ოლქის ხელმძღვანელობა, საერთაშორისო ფონდების უკრაინულ წარმომადგენლობები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბიზნეს სექტორის მოტივირებული წარმომადგენლები, აქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციები. ფაქტიურად ეს ორგანიზაცია ყალიბდება და ფინანსდება უკრაინაში, სადაც აღვნიშნე, რომ უკრაინაში არსებობს ის გეგმა, რომლის მეშვეობითაც მიხეილ სააკაშვილი გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და მე მინდა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, საზოგადოებას, სამართალდაცვავ უწყებებს მოუწოდო, რომ აღნიშნული ფაქტით დაინტერესდნენ, რადგან ეს არის ძალიან საგანგაშო მდგომარეობა. და სწორედ ამიტომ საზოგადოება მინდა, რომ გაიგოს ამ გეგმის არსებობის შესახებ და განსაკუთრებით საჭიროა ყველა მოსწავლე, სტუდენტს, მშობელს და სრულიად ერს აეხილოს თვალი, რომ ამით ხდება მომავალი თაობის გამოყენება პარტიული ინტერესებისათვის. აი ეს იყო სულ ფაქტიურად ესე თქმაც მინდოდა. თუ კითხვები გაქვთ? უკრაინაში ფუნქციონირებს ამას ამბობს. არა.
გეტყვით, ანუ უკრაინაში დეკემბრის შუა რიცხვებში შედგა დიდი შეხვედრა, საიდანაც საქართველოსდან ჩავიდა გია ბარამიძე, ასევე ზურა ადეიშვილი. ამ გეგმას, ანუ ამ შეხვედრას ესწრებოდა კიდე რამოდენიმე უცხოელი ადამიანი. მათ შეიმუშავეს საქართველოში დაბრუნების გეგმა და ისინი ამ გეგმის მიხედვით ანხორციელებენ სხვადასხვა მიზნებს და ეს პროექტიც, ეს ორგანიზაციაც ამ გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ფაქტიურად ესენი იკრიბავენ ახალგაზრდებს, როგორც აღვნიშნე, ახალგაზრდებს ვითომ უკითხავენ ლექციებს, არადა ლექციების უკან დგას სხვა მიზნები, სხვა იდეები, სხვა იდეოლოგიები და ეს ყველაფერი მიზანმიმართულია იმისთვის, რომ ისინი დაბრუნდნენ, როგორც მიხეილ სააკაშვილმა დაანონსა 2015 წლის ბოლოს საქართველოში დაბრუნდება. კი, საქართველოშია, კი, უკრაინიდან ფინანსდება. კი, რა თქმა უნდა, გეგმა დაისახა უკრაინაში. კი, დარეგისტრირებულია საქართველოში ინოვაციებისა და განვითარების ფონდი, კი, ესე ქვია. უკრაინაში დაიგეგმა ეს ყველაფერი, ეს ორგანიზაცია მოქმედებს საქართველოში. დამფუძნებელი არის გიორგი ვაშაძე და ორგანიზაციის დირექტორი არის ქეთევან სიჭინავა გიორგი ვაშაძის მეუღლე. დადასტურებული ინფორმაცია და მე გეტყვით, ანუ ჩემი წინა ბრიფინგის დროს, როდესაც დაიბეჭდა ასევე ჩემი სტატიაც გაზეთ ალიაში, თვითონ გაზეთმა ალიამ გააკეთა ეგრეთ წოდებული განცხადება, რომ მზადდებოდა ტერაქტი ბიძინა იმანიშვილის წინააღმდეგ. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციას ყავს თავისი კოლეგები, ახლობლები იგივე უკრაინაში. ჩვენ მათ დაგვიდასტურეს ის ინფორმაცია მხოლოდ, რომ ნამდვილად კიევში არის უზარმაზარი შტაბი, ანუ ოფისი აღებული, სადაც ინტენსიურად ხდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების შეკრება და იქ დაისახა გარკვეული სამოქმედო გეგმა და ეს გეგმა ეტაპობრივად ხორციელდება და ასევე აღვნიშნე, რომ ეს აბსოლუტურად სხვა თემაა, მაგრამ ბატონი იური ვაზაგაშვილის ტერაქტიც ამ გეგმის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი იყო. თუმცა ფაქტია ის, რომ ისინი ემზადებიან დიდი ლოგიკით და ეჭვის საფუძველით რევოლუციისთვის და ზუსტად ამიტომ მე მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ ორგანოებს, სახელმწიფოს სრულად ერს, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს, რადგან თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი დაპირისპირებები და არეულობა, იმიტომ რომ ამას ნამდვილად საზოგადოება ვეღარ გადაიტანს. კიდევ ერთხელ გურამ. კიდევ ერთხელ რომ ჩამოთვალოთ უკრაინაში, საიდან ფინანსდება? კი ბატონო. ეს არის, გეტყვით, ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, ანუ საიდანაც ეს გამოქვეყნებულია ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ოფიციალურ საიტზე, სადაც აღნიშნულია მათი ოფიციალური დონორები და პარტნიორები. კი, შეუულებრივად შეხვალთ ინოვაციებისა და განვითარების ფონდის საიტზე, სადაც ოფიციალურად არის ეს დოკუმენტი დადებული და ეს ინფორმაცია და რა თუ გნებავთ წაგიკითხავთ კიდევ თქვენთვის. ეს არის უკრაინის იუსტიციის სამინისტრო, უკრაინის სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახური, უკრაინის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, უკრაინის ვიცე-პრემიერი რეგიონული განვითარების მიმართულებით და მისი აპარატი, ლვოვის მერია, ლვოვის გუბერნიის ადმინისტრაცია, უკრაინის სავაჭრო სამრეწველო პალატა, ასევე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები შემდეგ ინსტიტუტებთან. ეს არის კიევის მერია, კიევის ოლქის ხელმძღვანელობა, საერთაშორისო ფონდების უკრაინულ წარმომადგენლობები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბიზნეს სექტორის მოტივირებული წარმომადგენლები, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები. თლიანად უკრაინის, თუმცა აქვე აღნიშნული არის ქართველი პარტნიორებიც, რა თქმა უნდა, შედარებით მცირე მასშტაბით არის ქართველები და ამასაც აგიკითხავთ, რომ თქვენთვის შეიძლება შესაძლოა საინტერესო იყოს. დიახ. იმას ნიშნავს, რომ თქვათ, უკრაინის სახელმწიფო არის ჩართული იმაში, რომ საქართველოში გადატრიალება მოხდეს, რატო ხდება დაფინანსება ამ ორგანიზაციის? იცით რა არის, ჩვენი ვარაუდით, ანუ არასამთავრობოს ვარაუდით, სააკაშვილი უკრაინაში ძლიერდება, როგორც ფინანსურად, ისე ფიზიკურად.
ის აქტიურად გეგმავს საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებას და მისი ერთადერთი გზა, ერთადერთი შანსი არის გარკვეული გეგმა, რომელიც პატარ-პატარა მიზნებით უნდა განხორციელდეს და ზუსტად აი ეს აქტივობები, ის რომ მოხდა ბატონი იური გარდაცვალება, ის რომ ბათუმში მოხდა ტერაქტი, ის რომ დაუშვათ პარალელურ რეჟიმში დაარსეს ეს ორგანიზაცია, სადაც ფაქტიურად მთელი უკრაინის მთავრობა ფინანსებს. ეს მისაყურებელი საქმე არ არის, იმიტომ რომ დიახ იცით რა არის, ეს არის კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომელიც ჩემი ინფორმაციით 2014 წლის დეკემბრის თვეში დაიგეგმა და უნდა განხორციელდეს 2015 წლის ბოლომდე. Როგორც თავად დაანონსა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ის 2015 წლის ბოლოს გეგმავს საქართველოში დაბრუნებას. და ვერ დაბრუნდება თუ არ შეასრულა ამ გეგმით დასახული მიზნები. ამ გეგმაში ჩართულია უკრაინის უწყებები. ჩართულია უკრაინის უწყებები აქედან გამომდინარე. ან თქვენ ხალხში გადაიქცეთ იცი რა არის ეს თვითონ სახელმწიფოს გადასაწყვეტია ანუ მე წარმოვადგენ კი ბატონო მე ამ შემთხვევაში წარმოვადგენ არასამთავრობო სექტორს ჩემი ვალდებულება მიმართულებიდან გამომდინარე რომ გარკვეული ინფორმაციების გასაჯაროება თუ ჩვენ ხედავთ სადმე რაიმე საფრთხეს ჩვენი მიზანია და ამოცანაა რომ სახელმწიფოს კერძო კონკრეტულ უწყებებს მივაწოდოთ გარკვეული ინფორმაციები გარკვეული საფრთხის შესახებ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიცია კონკრეტულად აი ამ ორგანიზაციაში ხედავს ძალიან დიდ პრობლემას, იმიტომ რომ მე თქვენთან წამოღებული მაქვს ასევე ეს სურათები, ეს არის ახალგაზრდების შეკრებები, აი სადაც ხორციელდება ახალგაზრდების შეკრებები და ფაქტიურად აქ არიან ჩართულები როგორც სტუდენტები, ასევე სკოლის მოსწავლეები და ძალიან საგანგაშოა ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ შეფარულად გარკვეული ახალისებებით ხდება ამ ახალგაზრდების შეტყუება და შემდგომში თვითონ ლექციების დროს ხდება იმ ინფორმაციების გაჟღერება, რაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აწყობს. დიახ. თქვენ ახსენებთ, რომ მოუწოდეთ ხელისუფლებას სამართალდამცავ დიახ. თქვენ არასამთავრობო დიახ. ხოდათ შეხვედრები მთავრობასთან თუ გააცანით ეს ინფორმაცია, რომელსაც ამ დროით მე ჯერჯერობით არავისთვის არაფერი არ გამისვნია. უბრალოდ მე მოვაგროვე ეს მასალები აბსოლუტურად ყველაფერი გარკვეული ინფორმაციების დადასტურებით. მე დღევანდელი ჩემი ბრიფინგის მიზანი ის იყო, რომ თქვენი საშუალებით თვითონ ხელისუფლებამაც გაიგოს და მთლიან საზოგადოებამ გაიგოს ამ არსებული პრობლემის შესახებ და თუ დაინტერესდება ნებისმიერი უწყება, დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიცია მათთან.